ახლა კურიერის კითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრი უპასუხებს. ოთარ დანელია პირდაპირ ეთერში. გამარჯობა ბატონო ოთარ. მოგესალმებით საღამოშვილებს. პირველ რიგში ბატონო ოთარ, თქვენ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადებთ, რომ 4000 კილოგრამი ყურძენი უკვე ჩაბარებულია. მაშინ, როდესაც რთველი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯერჯერობით გლეხებს ყურძენი არ ჩაუბარებიათ. ხომ არ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ, რომელ საწარმოებში ჩაბარდა ეს 4000 ტონა ყურძენი? ჩაბარებულია 4100 ტონამდე უკვე, ჩვენ დილით ჰქონდა ეს განცხადება და ამის შემდეგ კიდევ შეიცვალა სურათი. რთველი აქტიურ ფაზაში არ შესულა და სავარაუდოდ ამაზეა საუბარი. ბატონო. გესმით? ისმენთ ბატონო ოთარ განაცხადება. დიახ, თქვენი ხმა დაიკარგა. და შესაბამისად აქტიურ ფაზაში შევა უკვე ჩვენ მობილიზებული გვაქვს ქარხნები არის როგორც დედოფლის წყაროში, ასევე არის სიღნაღში და შესაბამისად თუ აქვს სურვილი შეუძლია ჩააბარონ სახელმწიფო ქარხნებში, იმ შემთხვევაში თუ ვერ ჩაიბარებს კერძო კომპანიები, რა თქმა უნდა. ანუ რთველი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არასწორი ინფორმაცია ხონდა ბატონო ოთარ. არა, არასწორი ინფორმაცია ვერ ექნებოდა, ეს არის ონლაინ რეჟიმში, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ, უბრალოდ ის სავარაუდოდ საუბრობდა რთველის გააქტიურებულ ფაზაში მიღებულ ყურძენზე. სავარაუდოდ, ვინაიდან რეალურად აქტიური ფაზა დაიწყება სავარაუდოდ ხვალიდან. და რაც შეეხება რთველის დაწყების თარიღს. რატომ გადაწყდა, რომ რთველი უნდა დაიწყოს კონკრეტულად თქვა 10-ში, ან აქტიური ფაზა, როგორც თქვენ ამბობთ, ხვალიდან, ანუ 11 სექტემბრიდან. საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ქარხნებს შორის მოხდა რაღაც გარიგება და გამიზნულად ხდება დაგვიანება, რადგან თქვენ ციცით, გლეხები ამბობენ, რომ ყურძენი უფუჭდება და ჩვენ ვნახეთ ესეთი კადრები, როდესაც ყურძენი გადამწიფებულია და უკვე გახმობასაც კი იწყებს. ჯერ არ არის სიმწიფეში არ იყო შესული, ამიტომ ეს ზოგადად ამას იწვევს, რა თქმა უნდა, ის პირობები, ბუნებრივი პირობები, ზოგადად ამ დროს იწყებოდა ხოლმე, შეიძლება რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ცოტა ადრე ან ცოტა გვიან დაიწყოს, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ამიტომ მე ვერ გეტყვით, რომ რაღაც დიდი ნაწილი არის გადამწიფებული, ნებისმიერ შეუძლია ჩააბაროს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულია 30-მდე ქარხანა, ხელშეკრულებაა გაფორმებული და ჩვენ ვიბარებთ იმ ფასებში, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ. ჩვენთვის ხო ძირითადი მოტივი არის გლეხის ხელშეწყობა, რომ სტიმული არ დაკარგოს ამ ხალხმა და ამ დარს ხელშეწყობა კონდეს. ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ მათ ზარალი არ ნახონ, მოგება ნახონ, მინიმალური მაინც აქ საუბარია მინიმუმ 50%-დან 100%-მდე მოგებაზე, სადაც ჩვენ გულისხმობთ, რომ 60 თეთრი იქნება ჩვენს მიერ ჩასაბარებულ ყურძენზე ფასი თეთრის შემთხვევაში და 85 თეთრი საფერავის შემთხვევაში. ვიდრე ფაზზე გადავიდოდეთ, ისე ამ კითხვას რომ დაუბრუნდეთ ბატონო ოთარ, რა კრიტერიუმით შეირჩა კონკრეტულად 10 რიცხვი თუნდაც ან 11 რიცხვი, მაშინ როდესაც როგორც თქვენ იცით ალბათ, ვინაიდან სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრძანდები და თქვენი კომპეტენციის საკითხია, ყურძენი შესაძლოა უფრო ადრეც დამწიფდეს. ანუ რატომ არ ქონდათ იმევე ნახეებს საშუალება უფრო ადრე ჩაებარებინათ, ვინც ახლა დაზარალდა და რა ბედი ეწევა მათ, ვისი ყურძენიც გაფუჭდა ან გადამწიფდა? ჩვენს მიერ დაკონტრაქტებულია ეს ქარხნები დიდი ხანია. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის ყურძნის კონდიციურობაზე დამოკიდებული, ვინაიდან მე სოფლის მეურნეობის მინისტრი ვარ და ჩემს კომპეტენციაში შედის, ძალიან კარგად აღნიშნეთ. ამიტომაც გეუბნებით, რომ ჩვენს მიერ დაკონტრაქტებულია ეს ქარხნები და თუ მათ აქვს ჩაბარების პრობლემა და არ იბარებს კერძო სექტორი, მაშინ ჩვენ ამას ჩავიბარებთ. შემიძლია კიდევ გავიმეორო, თუ გნებავ, პრობლემა არ არის. არა. ეს აბსოლუტურად გასაგებია და რაც შეეხება ახლა ფასს კონკრეტულად, რა კრიტერიუმით დადგინდა ეს ფასი, ანუ შეისწავლეთ თუ არა თქვენ თვითღირებულება ყურძნისა, რაც უჯდება მე ვენახეთ 1 კილოგრამის მოყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გარემოება გავითვალისწინეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არ დაიკარგოს სტიმული. შემცირებულია მოთხოვნა, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის გლეხი და მათი ინტერესების დაცვა, თუმცა მეწარმეებიც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი და მათაც უნდა ხელი შეწყობა. ამიტომ ერთის რომ ჩვენ ქონდა ჭარბი მოსავალი, ვინაიდან იცით სახელმწიფომ ძალიან ბევრი ღონისძიება გაატარა, ეს გახლავთ ცეკვისაწინააღმდეგო სისტემა, აგროდაზღვევა და სხვა მიმართულებები, რამაც საბოლოო ჯამში მინიმუმ 30%-ით გაზარდა წელს მოსავალი. ამასთან ერთvis რეგიონში არსებული დაძაბული მდგომარეობა ზოგადად შემცირებული ექსპორტი მხოლოდ საქართველოს არ ეხება სხვათა შორის და ეს წესი თუ დაიცოდნენ ოპონენტებმაც და ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ სუბსიდიად მიუხედავად იმისა შარშან ნამდვილად გეგმავდით რომ ეს არ დაგჭირდებოდა. და ოდენობა როგორ განისაზღვრა, ანუ გლეხები და ექსპერტების ნაწილი, სპეციალისტების ნაწილი ამბობენ, რომ თვითღირებულება გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ის ფასი, რომლითაც თქვენ სთავაზობთ გლეხებს გაყიდონ საკუთარი ყურძენი. ანუ თქვენ თავიდანვე აღიარებთ იმას, რომ ყურძნის ღირებულება, რომელთაც მათ მოუწევთ ყურძნის ჩაბარება, შესაძლოა მოუწევთ იმ შემთხვევაში თუ კერძო კომპანიები არ ჩაიბარებენ, არის თვითღირებულებაზე ნაკლები.
აღიარებას რო მეკითხებით, ასე მგონია რომ რესპონდენტი გეშლებათ, მაგრამ რეალურად მე გეტყვით რომ რა თქმა უნდა ეს არის გათვალისწინებული, ის რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული თანხა თვითღირებულებაზე ნაკლებია, ეს სიმართლეს ნამდვილად არ შესაბამება. ანუ ეს თქვენი გაცვლებით რამდენია 1 კილოგრამის თვითღირებულება ბატონო ოთარ მაშინ ასე მე ამ კითხვაზე თავს შევიკავებ, არ არსებობენ სპეციალისტები, ექსპერტები და მე ვფიქრობ, რომ ჯობია იმათ მიმართოთ და კითხოთ. რა თქმა უნდა, ეს გარემოებები დეტალურად არის გაანალიზებული და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვედი ჩვენ აღნიშნულ ფასებს. და ბატონო ოთარ, კიდევ ერთი კითხვა, თქვენ დღეს პრესკონფერენციაზე თქვით, რომ პროტესტი ტოვებს მართული შტაბის საბჭილებას, თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ, რა ძალის მიერ შეიძლება იყოს ეს პროცესი მართული, ან ხომ არ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია? რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაციები რეგიონიდან მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენთან აქვთ კონტაქტი ადგილობრივებს, მათ შორის ისიც ითქვა სხვათაშორის, ვინაიდან გაინტერესებთ, რომ შეპირება იყო, რომ თუ აქციაში მიიღებდნენ მონაწილეობას, სახელმწიფო შეცვლიდა სუბსიდირების ტარიფებს და გადახედავდა და ვინაიდან ეს შედეგი არ დადგა, მე ეს ბრიფინგებიც კი მოაწყეს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უხერხულობის დაბალანსება უნდათ, მაგრამ ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია და მე მგონი ხანმოკლე არ არის ქართული გლეხის და კახელი გლეხის მათ შორის მეხსიერება და მე მგონი ხედავენ რომელი ხელისუფლება უფრო მეტად ზრუნავს მათზე. არსებული ხელისუფლება თუ ის ხელისუფლება რომელიც იყო აქამდე. მადლობა ბატონო ოთარ, კურიერის კითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პასუხობდა.